ქალაქი, რომელსაც 3 დღეში უპირებდნენ აღებას, 3 წელია იბრძვის. 24 თებერვალს მსოფლიო უკრაინაზე რუსეთის აგრესიის პირველ წუთებს ისევ გაიხსენებს. კიევი კი მომხდარს მათ შეახსენებს, ვისაც მეხსიერება მომტყუნა. რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა მან ნამდვილად იმუშაოს. მე გავეცი ინსტრუქცია, რომ ვიმოქმედოთ სწრაფად და გონივრულად. ეკონომიკამ და უსაფრთხოებამ ხარდამხარ უნდა იარონ, ამასთან შეთანხმების პირობებს აქვს მნიშვნელობა. რაც უფრო უკეთაა ის ჩამოყალიბებული, მით უკეთესია შედეგი. ჩვენ ვისაუბრეთ საიმედო და ნათელი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ომი არ დაბრუნდება და რუსეთი აღარ გაანადგურებს არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს. მადლიერი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ესმის ჩვენი ძლიერი პოზიციების საჭიროება. იქნება ეს ფრონტის ხაზზე თუ დიპლომატიაში. დიპლომატიაში გარდატეხებია. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკელი დიპლომატის კიტ კელოგის შეხვედრისას მოულოდნელად გაუქმებული პრესკონფერენცია იმის შეხსენება იყო, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობები აჩქარებულად იცვლება. დონალდ ტრამპი ბრაზობს, რომ უკრაინა მის ბუნებრივ სიმდიდრეზე ამერიკას 50%-იან წვდომას არ აძლევს. თეთრი სახლი ამას წარსულში უზრუნველყოფილი დახმარებისა და მომავალში უზრუნველსაყოფი უსაფრთხოების გარანტიებისთვის ითხოვს. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ნაწყენია ზელენსკიზე, რაღაც ნაწილში მეც, რადგან მასთან საუბარი ვიცე-პრეზიდენტის თანდასწრებით მქონდა. განვიხილეთ მინერალებზე უფლებების საკითხი და ავუხსნით მას, რომ ნახეთ, ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენთან ერთობლივ საწარმოში, არა იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის მოპარვას ვცდილობთ, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ეს რეალურად უსაფრთხოების გარანტიაა. თუ ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვან ეკონომიკურ წამოწყებაში, ჩვენ მივიღებთ უკან გადასახადის გადამხდელების თანხას. ამავდროულად კი ჩვენ დაინტერესებული ვართ უკრაინის უსაფრთხოებით. მეორე დღეს ვკითხულობ, რომ მან უარყო შეთავაზება. იმ შეხვედრაზე კი ეს არ მომხდარა. ჩვენ ვცდილობთ მათ დავეხმაროთ, იმიტომ რომ ამ ვითარებას აქვს გავლენა ჩვენს პარტნიორებზეც. პრეზიდენტ ტრამპზე იმის თქმა, რომ დეზინფორმაციაში ცხოვრობს, კონტრპროდუქტიულია. ტრამპს სურს ომის დასრულება და იმედი აქვს, რომ ზელენსკი იქნება ამაში მისი პარტნიორი. გადასახადების გადამხდელებისთვის თანხების დაბრუნება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. ამიტომ, როდესაც ამერიკელი პრეზიდენტი უკრაინის იშვიათ მინერალებზე, ზოგიერთის ცნობით კი პორტებზე, ინფრასტრუქტურაზე, ნავთობსა და გაზზე წვდომაზე საუბრობს, უკრაინასთან ერთად საკუთარ ამომრჩეველსაც ელაპარაკება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, გარანტიების მაგიდაზე კიევისთვის კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება დევს. ერთი უკრაინის ბირთვული შეერაღების დაბრუნებაა. მეორე კი უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსება. ეს უკვე ევროპისა და ვაშინგტონის საქმეა. პარიზი და ლონდონი ამ საკითხზე მომდევნო კვირას დონალდ ტრამპს პირადად დაელაპარაკება. რამდენიმე დღეში ვაშინგტონში ვიქნები. საკვანძო სიტყვაა გაურკვევლობა. დონალდ ტრამპი ქმნის გაურკვევლობას, რადგან მას სურს გარიგებები, შეთანხმებების პოვნა. ის ქმნის გაურკვევლობას ვლადიმერ პუტინისთვისაც, ეს კი ჩვენთვის ძალიან კარგია. რუსეთის პრეზიდენტი უყურებს მას და ვერ ხვდება რა ხდება და ესმის ისიც, რომ ყველაფრის გამკეთებელია. ასე რომ ეს გაურკვევლობა ვფიქრობ კარგია ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც. მე შევეცდები დავარწმუნო ტრამპი, რომ ჩვენ რეალურად ერთი ინტერესი გვამოძრავებს. მე მას ვეტყვი, რომ პრეზიდენტი პუტინის წინაშე სუსტი არ უნდა გამოჩნდეს. ვკითხავ, როგორ აღუდგები წინ ჩინეთს თუ რუსეთთან სისუსტე გამოიჩინე. თუ რუსეთს უკრაინას დაუთმობ, ამას ექნება შეუჩერებელი შედეგი ევროპელებზე და ყველაზე. ის არა მხოლოდ გაძლიერდება, არამედ გააგრძელებს ინვესტირებას და მიითვისებს უკრაინის ჯარს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია. მისი მთელი შემადგენლობით, მათ შორის ამერიკული შეერაღებით. ეს კი სტრატეგიული შეცდომა იქნება. ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ არა კაპიტულაცია. ეს საშიშია. ეს რუსეთს სვლას მისცემს, რაც უკვე გვინახავს. ასე რომ გვსურს გავაგრძელოთ ხელშესახების ეწოლა რუსეთზე, რათა იქნას მიღწეული გრძელვადიანი მშვიდობა. საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. მეორე მხრივ კი ევროპელებმა უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა ამ ომში. რაში გვჭირდება ეს? წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული საფრთხე გაიზრდება. ვერ ხედავ რუსეთის მადას მშვიდობაში. მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც რუსეთი უკრაინას დატოვებს. ხვალვე. ველით რომ პრეზიდენტ ტრამპთან ამაზე მეც ვისაუბრებთ. იმაზეც რომ უკრაინა უნდა იყოს ამ მოლაპარაკებების გული. მათ სურთ მშვიდობა, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებით. ჩვენ დიდი ბრიტანეთით ვცდილობთ ვიყოთ ხიდი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის და გვჯერა რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩება მნიშვნელოვან მხარდამჭერად ევროპის უსაფრთხოებისთვის. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროპელებმა თავიანთი უსაფრთხოებისთვის მეტი უნდა გააკეთონ. ეს აქამდეც თქმულა. ახლა კი ამისათვის კრიტიკული მომენტია.
ტრანსატლანტიკური კავშირების სიძლიერე სტრატეგიული თვალსაზრისით ამერიკისთვის მეორეხარისხოვანი ვერ გახდება. ამის დასტურია ის, რომ ევროპაში ვაშინგტონი არც ერთი სამხედრო ბაზის დაშლას არ გეგმავს. ამასთან მიუხედავად თეთრი სახლის სკეპტიკური განცხადებებისა, პირადად რუბიო ადასტურებს, რომ საუდის არაბეთში არ განუხილავს მოსკოვის პრეტენზიები უკრაინის ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს რუსეთის მიერ გამოტანილი ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. მე მაქვს უდიდესი პატივისცემა უკრაინის მიმართ, იმის გამო, რასაც აკეთებს და რასაც იცავს. ალბათ ყველას გვემახსოვრება ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე და თავშესაფრის ნაცვლად შეერაღება მოითხოვა. მინდა ეს ომი მალე დამთავრდეს, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქვეყნის აღდგენა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრირება, როგორიცაა ევროკავშირი თუ ნატო. ამერიკის მიერ წამოწყებული პროცესის წარმატების მტკიცებაში ჯერ თავად ვაშინგტონიც ვერ შედის, თუმცა პროცესი დაძრულია. გარკვეულ დაბნეულობას კი მას არათანმიმდევრული განცხადებების წენს. რუსეთ-უკრაინის საკითხებში თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ დაწერა: მებრძოლი და გაბედული ლიდერი. ასე შეაფასა მან ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც მანამდე ტრამპმა დიქტატორი უწოდა.